ფიქრებს. და ეს ერთ-ერთი იყო, რომ დამსახურების გამო ერთად გავუშვესო, მაგრამ ერთად ყოფნა რო კარგი არის, ყო იმას ძალიან მოკლედ დილას რო გათენდებოდა, მე რო გარეთ გამოვარდებოდი, როგორც კი სოიუზი დაიწყებდა, ისევ შიგნით უნდა შევრბელნიყა, თო ჩემ ძმას არ ეგვიძებოდა. იწვა და იქ რა არის? შემოდის რომელიმე დედამხედველი და პირდაპირ წერს, რომ ბერძენიშვილი დავითი 6 საათი და 3 წუთია წერს, ეგ არის. დავითას აქვს კაი შანსი რომ დაიმატოს, მე ამას ღელავ რა თქმა უნდა. ამიტომ დილას მე ვაღვიძებ. მე უყურებ რომ ვინმე სამი არ უთხრას, ახალგაზრდა კერავდა ხელთათმანებს ხელთათმანებს კერავა იყო ჩვენთან. მე ახლა რო იყო საკერავი მანქანა, შემიძლია ისეთი კლასი განმოხოცე როგორც არის ესეთი ეგრეთვე ზამოკები და რაღაცა და 2 მილიმეტრი უნდა იყოს. და არ უნდა აცილოთ. დავითი კერავდა 7 მილიმეტრიან აცილოთ. ეხლა რომ მოვიდეს კამერაში, იტყვის რომ მე კარგად კერავდი. ნაგრანი ბრაკაო კერავდა მე უნდა. ნაგრანი ბრაკა კი არა, იმენა ბრაკს კერავდა. ეს რაც მართალი. ხო და იქ შემოდიოდა კაცი, რომელიც იყო ოტეკა. დავითის ნამუშევრები არ მოწონდა. ეს ნამუშევარი არ მოწონდა, თუ არ ჩააბარებს ნორმას კიდევ ერთი გალაჩკა არის, რომ თუდად იქცევა. ეს შედებლობებზე და ებას რომ ხედავ, სულ მინდა რომ გამოვარჩა ჩემი შეკედილი არის. ჩემსაც ცნობს. ან დავითას ამ ორს ცნობს, დანარჩენებზე პასუხს არ ვაგებ. ერთ სიტყვით დავითი რო ასე კერავდა, ის ფლორი ბრაზობდა, არ იბარებდა. სულ იყო ჩხუბი და ახლა დავითი როგორ ჩხუბობს, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, აი ჩვენს მიერ ცნობილ პოკერიას რა მოვიდა. ამიტომ მე რო ვიცი რომ ეს ფიცხია. და მე გარეგნულად შეიძლება არ ჩავა, მე იმასე ვარ ისწვლა. ამიტომ როდესაც დავითი აურევდა, მე შევდიოდი მე ვჩხუბობდი და მოკლედ ერთი სიტყვით ამ დავითის დევნაში ვიყავი. სანამ იქ იჯდა. და ვისაც გონია, რომ მასთან ერთად ჯდომა დიდი სიხარულია, ნუ აქ ნახა, მე იმ ხალხს გონებას ვერ შევცვლი, მაგრამ მე მგონია, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი საჯელი, მასთან ერთად რო ვიჯექი და რომ ნერვიულობდი იმაზე, მასლამი არ მოსვლოდა. ძალიან ბევრი ჩვენს ზონაში, ალბათ ხდებოდა, წელიწადში ვაკაცი ხდებოდა. ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 100 კაციან ზონაში 10%. მე რო დამიჭირეს ვიყავი 31-ის და გამოვედი 35-ის. და ჩვენ გქონდა გაზეთების გამოწერის უფლება და გაზეთები მე დავინახე მაშინ ქუჩში რომ გაზეთები მოაქვს და და ჩემთან გაზეთები მოდიოდა ერთი თვის დაგვიანებით. როდესაც ისიც მაგარი იყო რა. ლელო რომელიც მოდის ერთი თვის მერე და გავიძე რომ ვიღაცამ გაიდგინა და რაღაცა გულში ხარე ყველაფერს კითხულობდი. იმიტომ მოვიტანე ის ფიგნი და ცოტა ძნელი და საკითხია რომ დოჭერეთ, მაგრამ ციხეში მე რაები გამიკითხავს, ისე იგი ძალიან მაგარი ადგილი ამ ხრიდან. მოკლედ ჩვენ მოვითხოვეთ რომ ჩვენ არ გვინდა მარტო გრემია, ჩვენ გვინდა რომ უყუროთ ტელევიზორს და ვითხოვთ რადიოს. და ვითხოვდით როგორ რადიო ახლა რა პერიოდია ცოტა გაიხსნა, იქ გარბაჩოვია, რაღაც პერესტროიკა, რაღაც იბეჭდება ისეთი რამეები, რისთვისაც ხალხი აგერ დაჭერილია, კაცი ზის, რომ გაარჩევა UN-მორე, იმის რა ქვია, პლატონოვის და აგერ გამოვიდა კარგად დაბეჭდია UN-მორე. და რა თქმა უნდა, აირია მონასტერი რა, ესე ჩვენი მართვა გახდა ძნელი. და გამოაცხადეთ პროტესტი, რომ ვითხოვთ რადიოს. და რა გვინდოდა რადიო? რომ დაგვეჭირა ესე იგი, თავისუფლება, ამერიკის ხმა, მოკლედ ესე იგი ასაც ვიწერდით ხოლმე იმ დროს. სასემ რაზგულიალის როგორც იმათ აღწერეს. და რა თქმა უნდა ეს მოთხოვნები რომ წამოაყენეთ და სხვა ზაჩინში კი რა თქმა უნდა ჩაითვალა რომ ქართველები არიან აგვიყვანეს და ჩავყარეს ამას ჩავცალკე. და რა ხდება? შემოვიდა პატიმარი იყო იმაზე დატარებაში. და იყო პოლიტიკური იქ იყო 4 კატეგორიის ხალხი. პოლიტპატიმრები ჩვენ დემოკრატები გვერქვა იქ ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდა. მერე იყვნენ ჯაშუშები, სამშობლოს მოღალატეები, ტერორისტი ერთი წავდა ერთი და სამხედრო დამნაშავეები. ეს სოციალური ამერიკელებს აინტერესებდა ძალიან მაგარი რაკეტა იყო. საშუალო შორის რაც ნიშნავს ევროპას უტყამდა რა. ჰოლანდიამდე მიდიოდა. და ეს რაკეტა თავისი მახასიათებლებით სხვა ამ ხალხმა ზოგმა ფოტოები, ზოგმა ამასა რაღაცა გაყიდა და ამერიკას მაშინ ეგანტო ჩემ ზონაში სულ ესენი ესე სოციალ ხალხი.
და არისო კაი ხალხი. ჯაშუში რომელიც სამშობლოს ღალატობს თუნდაც საბჭოთა სამშობლოს ღალატობს ფულისთვის როგორც ერთი იყო იდეური ჯაშუში. ანუ კი არ ღალატობდა, არამედ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა ასეთი გზით. და ამბობდა რომ ასეთი ვარ, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვენდობოდით. და ხედავ რომ მე ვზივარ, სივა, დავდივარ ამ იმაში რა ქვია, იმიტომ დღისით ლოგინი არ გაქვს. ვერ წამოწვევდი. ესეთია, ცუდი ხალხია, მაგრამ იმაში შიზოში. აკეთილია ღამე მოგიკეთა. ლეიბი არა, საბანი არა, არაფერი არა. წამება ამ თვალსაზრისით წამების პირობებში ვიყავ. და ერთ სიტყვით შემოვიდა ეს და დაასხა, უნდა იყოს ცხელი წყალი. და ცხელი წყალი იმ დღეს როცა შიმშილია. ცხელი წყალი რაღაცაა რა, დალევდა ცოტა. მოსვე ცხელი წყალი ტკბილია რა. ესე იგი ეს ჩვენი ჯაშუში, რომელიც იყო კარგი კაცი, სიმეონოვი იყო გვარად, თავის ჭილს მას ეკუთვნოდა, როგორც მე, როგორც ნებისმიერ ჩვენას 10 დღეში ერთხელ ერთი კომში შაქარი დაანწოდა, შაქრის პრობლემა იყო. ამ შაქარს საწყალი, მე მგონი დიაბეტი ჰქონდა, თვითონ არჭანა ინახავდა. და კაი ტიპები რო აღმოჩნდებოდნენ შიზოში, იმ დუღარეში ურევდა შაქარს. გაძლევდა შეერი კაცი რომ მოსვავდა იმას შაქარია ენერგია და სუპერა წუთას გაძლევს არა ფიზიკურ ძალას მაგრამ მორალურ ძალას ფიზიკა კარნაკს ესა და არ უნდა გატყდა და რაღაცა და იმიტომ იქ თუ ამღერდება ვიღაცა რომ მეც არ ვიზონდა გამომიშვით გამოუშვებენ მერე დააწერნებენ პამილავანიას მერე შეწყალება დაიწერება პირველი ვარიანტი მერე თქვენ ცოტა აქ დაამატე ცოტა თქვი იმაზე რა ქვია უცნობზე რამე არა გაიკაცი მერე იმაზე თქვი მერე ფიდოზე თქვი ბოლოს ისე დაგაწერინებდნენ რომ ის კარგი იყო რა ხათლულ ნაწარმოებს ჩაცველი მაქვს მე თქვენ ხომ ეგეც გვინახავს და მეორე რამე იყო შეთი რომ სასამართლო და აი აქ რა იყო აქ გვარამიას კინოებში ესეთი ჯაშუშობა ეხო ერთად ვაკეთებ ანუ ვის ელაპარაკებოდი მაგ დროს მე ვიყავ კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და მირეკავს რუსეთის საელჩოს კულტურული თუ რაღაცა ატაშე ვიღაცა და მეკითხება ბსთ-დან გასვლის საკითხი თუ დგას იმაში დღის წესრიგში ბიუროს ხმას და ვეუბნები თან რომ ესენი ვინცთანაც ერთად მაგათ გუნდში იყავენ დიახ მეუბნები რომ 2004 წლის კი როცა არის პარლამენტის ტელეფონი რომელიც ვალდებული არის რომ მოусმინოს და ახლა მე პარლამენტის ტელეფონზე რუსეთის იმას მეუბნები და რა საიდუმლო გავეცი რომ ბიუროს თქმა და მიშა სააკაშვილმა თქვა საიდუმლო ბიურო იყო ერთხელ მაინც თუ ყოფილანე და საიდუმლო ბიურო ჩვენ ბიუროზე კი არა ჩვენს ქვეყანაში რა საიდუმლო უნდა იყოს ისეთი რომ ახლა მე ჩემი გასაცემი მე არასოდეს არ მქონია მიცდომა არანაირ საიდუმლო თუ არ ჩავთვლით იმას რომ ადრევე ვატყობდი მიხელსაკები კოჭებში რა კაციც იყო მაგრამ ეს საიდუმლო სამწუხაროდ ჩვენ ქართველებს დაუმალეთ იმიტომ რომ მეტი იყო ხანდახან მაგრამ მაინც გვეჩვენებოდა რომ არა იქ რო არ დაგვემალა ეგ საიდო დაგვემალა კი არ უბრალოდ არ ვთქვით რა არა ყველა თან ხომ 95% რეიტინგით იყო კაცი წარმოიდგინე და გამოუვარდნილიყავი და გინება რო დაგვეცვა ხო ცოტა ძნელი იყო მაგრამ მე მაგდროს აი კომიტეტის თავმჯდომარე მეკითხება კაცი და ძირითადად ბრალი მედება იმაში თავაზიანად რატო ელაპარაკაო ეგ მე რა უნდა მეკნა მე მირეკავდა არა მარტო რუსეთის საელჩო პოლონეთის საელჩო რა უნდა მეკნა რომ დამირეკავდა და მე თქვა знаешь что Ваня რა სურაიკინს უთხარი ის უნდა მაგრამ მე ვიყავ თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე ბოლოს და ბოლოს ისე სერიოზული კომიტეტი იყო 4 მიმართულება ებარა ერთდროულად და ეგ იყო სულ ჩემი ჯაშუშობა ეს იმდენად სამარცხვინო რამ იყო რომ დაკითხვა ვერ გაბედეს მე არ ვარ დაკითხული და ვერ დაგაბედა რა უნდა მკითხონ რომ რატო დაგიკითხა რა თავი ინსტანციანარი არანაირად ხილებული ჯაშუშობაში ის რუსი ის ხო წავიდა ადრე რა 10-დან წასული 100 წელია ესე იგი ვერ მოასწრო ჯაშუშობა და წარმოგიდგენია ხა ლევან ბერძენიშვილზე რომ აკეთებდა და ძველი ჩანაწერი ამ რა ჩანაწერებია ერთმანეთზე ძველიც და ჩემზე მე რა გამიკვირდა ესე იგი ნუ თუ ცხოვრებაში ისეთი არაფერი არ შემშლია
ამდენი ჩანაწერის დროს ვერაფერი ნახეთ, ნო? და მეტი ვერაფერი ვერ ნახეს, რომ რუსი მეკითხება ბიუროზე იყო თუ არა საკითხი და მე ვთხარი არა.